პეპი. ნახე რას გავხარ. არ ფიქრობ დროა უკვე. მიჭყუმპალაოთ. დასაბანი ხარ. ერთი არ აგდის კარგი სუნი და მე აი ეს რა არის? რა არის ესა? მოსაშორებელი გვაქვს ესა. ხო, გაინაბე ახლა. მაგრამ დაბანობა მაინც მოგიწევს. ადე. წამო ფარბერიში მივდივარ. წამო. დასავლელი გვაქვს დაახლოებით 2.5 კილომეტრიდან. შენერი ნავარჯიშები ხალხისთვის ახლა ეს რა არის? დღევანდელი ვიზიტი იმითია განსაკუთრებული, რომ პირველია პეპისთვისაც და ჩემთვისაც გრუმინგ სალონში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ძაღლები მყავს, ყოველთვის მე თვითონ ვაბანავებ და პირველად გადავწყვიტე, რომ ახალი გამოცდილება მოვსინდა და ამისი პატივი ხვდა პეპის წილად. ახლა რა კაი მუშმალაა შერჩენილი. ეხლა გრუმინგზე არ გვეჩქარებოდეს. ჩვენ ვიცით ამას რასაც უზამდით. წამო. ვა, ნახე? არა, არ გაგვიბრაზდე? არ გაგვიბრაზდე, სულ. პეპი, ოჩაღ, ხო არ ნერვიულობ. მე უფრო ნერვიულობ, მე მგონი ვიდრე შენ. რა სიტყვი? აი მოვედით. გალობლიშვილის პირველი. ალბათ სოფრომ. წამოდი პეპი, წამოდი. ცოტა ადრე კი მოვედით, მაგრამ იმედია მიგვიღებთ. ფარბერი. სიგრილეში მაინც ვიქნებით. აბა შევიდეთ. აბა გამოგვიძახეს, წავედით პეპი. აგვიზიარა შენი პირველი შთაბეჭდილება. ოხო. აჰა. პირველი ეტაპი დასრულებულია. ყოჩაღ პეპი. და ყოჩაღ. ისე მატყლის ბიზნესი არ გიფიქრიათ? კი. აქედან ერთი მშვენიერი ბალიში გამოვა. თუ საბანი არა. აბა, გადავდივართ მეორე ეტაპზე. დავედით მესამე ეტაპზე. ეს არის ყურების დამჩავია ესეთი, რომ უკეთებთ, რომ ხმაური ნაკლებად გაიგოს და არ შეეჭიდეს. პეპი, მესერშმიტის პილოტს გავხარ. მოკლედ აი ეს ხდება, როცა გონია რომ ძაღლს ყოველ დღე ვარცხნი და ყველაფერი წესრიგშია და მე უცებ აი ესეთი გორა
ჭირდება ერთ გამოვარცხნაზე, ასე რომ გაითვალისწინეთ, რომ რამხელა განსხვავებაა პროფესიონალურ გრუმინგსა და ჩვენ წვალებას შორის. ძალიან დიდი მადლობა ფარბერის და ნინო შერმადინს განსაკუთრებით ასეთ გროსმაისტერულად შესრულებული სამუშაოს გამო. მოვიყვანე გაბურძნული ძაღლი და მიმყავს სახლში პლუშის დათუნია, რომელსაც უნდა ეფერო და ეხუტო. სხვათა შორის ტარიფი უნდა დავაწესო 10 ლარი თითო ჩახუტება. ჩინაურებზე 30% ფასდაკლება. ბანკიც გააქვს, მეტი რაღა გინდა. წავედით სახლში. მოდი. მოდი. ოჩა. ოჩა, აბა. წავედით.